მოგესალმებით, განვაგრძობთ ეთერს, განვაგრძობთ ძალიან საინტერესო სიუჟეტით. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ფილმი მარტო სახლში. მის გარეშე შობა ახალი წელი პრაქტიკულად წარმოუდგენელი და არც ერთ ოჯახში არ მოდის. ყველას აინტერესებს თუ სად არიან და რა საქმიანობენ 35 წლის შემდეგ კევინი და სველი ბანდიტები, ამაზე უფრო ვრცლად ჩვენი უცხოეთის ჟურნალისტი ნინი ტაველიძე მოგვიყვება და ბავშვობაში კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს. This is my house. I have to defend it. უკვე წლებია, რაც შობა ახალი წელი ფილმის სახელწოდებით მარტო სახლში გარეშე არ მოდის. საზოგადოებას ორ ბანდიტთან ერთად სახლში მარტოდ დარჩენილი კევინ მაკალისტერის სახალისო თავგადასავალი განსაკუთრებით უყვარს. ის ხომ ყოველი წლის დეკემბრის მიწურულს ბავშვობის მოგონებებთან თავიდან გვაბრუნებს. კევინ! მას შემდეგ 35 წელი გავიდა. ყველას აინტერესებს თუ სად არიან კევინი და სველი ბანდიტები. ინტერესი განსაკუთრებით ახალი ფოტოსურათის გავრცელების შემდეგ გაიზარდა, სადაც წლების შემდეგ სამი ძველი მეგობარი ისევ ერთადაა. კევინის როლის შემსრულებელი მაკოლეი კალკინი დღეს ცნობილი მსახიობი და მუსიკოსია. 2023 წელს მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. ცერემონიას ესწრებოდა კეტრინ ოჰარა, რომელიც კინოსურათში კევინის დედის, ქეითის როლში გვევლინება. ფილმის მარტო სახლი გამოსვლის შემდეგ მაკოლეიმ საკმაოდ რთული და გრძელი გზა გაიარა. ის წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც საზოგადოებას მისი ცნობა განსაკუთრებით უჭირდა. ეკრანებზე მხოლოდ 2003 წელს დაბრუნდა და ავტობიოგრაფიული რომანი სახელწოდებით ჯუნიორი გამოუშვა. მოგვიანებით როკ ბენდი პიცა ანდერგრაუნდიც დააარსა. რაღაც პერიოდის მანძილზე სატირული პოპკულტურის გამოცემის ვებგვერდს ხელმძღვანელობდა. 2021 წელს მაყურებელმა ის სერიალში სახელწოდებით ამერიკული საშინელებათა ისტორია იხილა. მაკოლეი კალკინმა დაარსა იუმორისტული პოდკასტი სახელწოდებით Bunny Ears. ეს მისი პროექტი იყო, სადაც პოპკულტურაზე იუმორით საუბრობდა. მაკოლეი კალკინის რჩეული ბრენდა სონგია. წყვილს 2 ვაჟი ჰყავს. ცოტა ხნის წინ კევინ მაკალისტერის როლის შემსრულებელი ახალ სატელევიზიო ვიდეო რგოლში გამოჩნდა. კადრებში მაკოლეი ნაცნობ სახლში ბრუნდება. ამჯერად ის აღარ არის მარტო, მის გვერდით მოხუცი დედაა, რომელზეც უნდა იზრუნოს. წლების შემდეგ კევინ მაკალისტერის მთავარი გზავნილი ასე გამოიყურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საყვარელ ადამიანებს დამატებითი მხარდაჭერა დღესასწაულების შემდეგაც სჭირდებათ. ცოტამ თუ იცის, რომ ამ სცენისთვის მარვის როლის შემსრულებელმა მსახიობმა დენიელ სტერნმა სახეზე ტარანტულა მართლა დაისო. კადრის გადაღება ყვირილის მიმიკით მოუწია, რათა უბობას მისი არ შეშინებოდა. ხმა კი მოგვიანებით დაადეს. დენიელ სტერნი აქტიურ სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობას ბოლომდე არ დამშვიდობებია, ბოლო წლების განმავლობაში დიდ პროექტებსა და ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. სტერნი აღნიშნავს, რომ გადასაღებ მოედანზე ყოფნას მშვიდი ცხოვრება ურჩევნია. ამიტომ დიდი ხანია, რაც კალიფორნიაში საკუთარ ფერმაში ცხოვრობს. პარალელურად არც შემოქმედებით მხარეს ივიწყებს და ქანდაკებების შექმნითაა დაკავებული. მისმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სტერნი მათ სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს. აქტიურობით გამოირჩევა TikTok-ზეც და გულშემატკივრებს ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს აქტიურად უზიარებს. როგორც სველი ბანდიტის მარვის როლის შემსრულებელი ამბობს, ფილმი მარტო სახლში პრემიერის შემდეგ აღარ უნახავს. ხანდახან თუ მოკრავს ხოლმე ტელევიზორში თვალს სხვადასხვა ეპიზოდს. დენიელ სტერნი საკუთარ თავს სახლში დარჩენილ ადამიანად მოიხსენიებს და ამ ეტაპზე უპირატესობას ფერმერულ ცხოვრებას ანიჭებს. თუმცა სურვილის მიუხედავად მის მიერ განსახიერებული გულუბრყვილო მარვი მაყურებელს თავს ყოველ შობას კვლავაც ახსენებს. ამ სცენაში კი სველი ბანდიტის, ჰარი ლაიმის როლის შემსრულებელი მსახიობი ჯოპეში, როლში იმდენად შეიჭრა, რომ კევინს ხელზე მართლა უკბინა. კინოსურათი მაქსიმალურად რეალისტური რომ ყოფილიყო, ის მაკალისტერს გადასაღებ მოედანზე იშვიათად ხვდებოდა. ჯოპეში ახლაც იშვიათად ჩნდება ფილმებში, თუმცა მანამდე სანამ სამსახიობო კარიერიდან შესვენებას აიღებდა, მან მონაწილეობა არაერთ ცნობილ კინოსურათში მიიღო. გარკვეული დროის განმავლობაში ის მარტინ სკორსეზესთანაც თანამშრომლობდა. 1991 წელს ნამუშევრისთვის მაგარი ბიჭები კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარიც დაიმსახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამსახიობო კარიერის პარალელურად ის აქტიურადაა დაკავებული მუსიკით. 2019 წელს ჯოპეშმა ჯაზ ალბომი სახელწოდებით კვლავ მღერით გამოუშვა.
როგორც მსახიობი ამბობს როლს რომ დასთანხმდეს ის ძალიან უნდა მოეწონოს. ასეთი აღმოჩნდა 2023 წელს ამერიკული სატელევიზიო კომედია სახელწოდებით ბაბკის, სადაც ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ხშირად იხსენებს ფეთქებადი ხასიათის სველბანდიც ჰარისაც. როგორც პეში ამბობს, პერსონაჟი დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, გადასაღებ მოედანზე ექსპერიმენტებს ხშირად ატარებდა. მაგალითად, ცოტამ თუ იცის რომ სცენა, სადაც ჰარის თმაზე ცეცხლი უკიდია, რეალურია. წელს კევინ მაკალისტერი ისევ დარჩება მარტო სახლში. მასთან ისევ მივლენ სველი ბანდიტები და უამრავ ადამიანს ეკრანებიდან კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ შობას სასწაულები ნამდვილად ხდება. რასასი ამბობნო იყო ამ კადრების ხილვა. მართლა გვამოგზაურა ბავშვობაში, იმიტომ რომ ალბათ ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ამ პერიოდში და ჩემთვის ახალი წელი სხვა რამდენიმე ფილმთან ერთად წარმოუდგენელია მარტო სახლშის გარეშე. ფილმი მარტო სახლში და მისი საუნდტრეკი, რომელიც განყვება ხოლმე ამ შობა ახალი წლის პერიოდს. მაკოლეი კალკინი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი, მაშინ როდესაც ეს ფილმი გადაიღეს და შემდეგ უკვე როდესაც წლები გავიდა 35 წელიანი იმაც აღნიშნა ამ ფილმის გადაღების შემდეგ გასული და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე პატარა ასაკში მოსულ პოპულარობაზე და მის შენარჩუნებასა თუ მისით დამძიმებულ ადამიანებზე და მაკოლეი იყო ერთ-ერთი მაგალითი სხვათა შორის იმის თუ როგორ ბოროტად იყენებდა მისი მშობელი მამა ბავშვის პოპულარობას და როგორ განხადა ის შემოსავლის წყაროდ როგორ აქცია თუნდაც 10 წლის ასაკში. რა შედეგამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა, ესეც ვნახეთ, მაგრამ ძალიან გვახარებს ალბათ ყველა მის ასე ვთქვათ გულშემატკივარს, რომ დაუბრუნდა ისევ ეკრანებს და აგრძელებს თავის საყვარელ საქმიანობას. ასე რომ ეს ფილმი კიდევ დიდხანს დარჩება მოკლედ ჩვენს საახალწლო არჩევანში.